გამარჯობა მასწავლებლებო, ჩემო კოლეგებო და მომავალ კოლეგებო, ყველას გისურვებთ წარმატებას, ვინც წელს გახვედით და აპირებთ შემდეგში გასვლას, მათ შორის ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამშრომლებს, კოლეგებს, ყველას წარმატებას გისურვებთ. გავარჩიოთ ახლა წლევანდელი გამოცდების ტესტები. პირველში მოცემული უდალვებიდან რომელია ჭეშმარიტი. 27 ყველგან არის ხარისხად 4/13. ნახოთ, რას უდრის 27 4/13 ხარისხში, ეს არის 27 არის 3/13 ხარისხი. ახარისხებული 4/13 ხარისხში, ახარისხების დროს მრავლდება მაჩვენებლები და მაშინ 3 და 3 შეიკოცება, იქნება 3/4 ხარისხში, ანუ 91. 91 ნაკლებ მეტი არ არის 82-ზე, არც 100-ზეა მეტი, არც ფესვის 60-ია ნაკლებ, ფესვის 60 არის დაახლოებით 7 რაღაც, მაგრამ 40 ფესვი 5-დან ფესვი 5 არის 2,22 თუ რაღაც დაახლოებით და 91-ზე მეტია, ამიტომ ეს არის ჭეშმარიტი აქედან. მეორე საკითხში, ერთი ავტოკალამი 2 ველზე 10%-ით იაფია. ანუ ჩავწერ ეს როგორც არის 100% თუ ეს 90-ით ნაკლებია. და რამდენი პროცენტით ძვირია 2 ველზე, 2 ავტოკალამის 3 ველზე. ეხლა 2 ავტოკალამი და 3 რვეული უნდა შევაფასოთ. აქ გადავამრავლოთ ჯვარად, გვექნება 100x უდრის 180y-ს, ორივე მხარე 100-ზე გავყოთ, გვექნება x უდრის 1,8y-ს. აქ შევცვალოთ x-ი 1 და გვექნება 3,6y. რამდენით ძვირია კალამზე? ეხლა როცა ვადარებთ პროცენტულად, რამდენი პროცენტით ძვირია? სხვაობა არის მათ შორის 0,6, 0,6 ვაფარდებთ იმასთან, რომელსაც ვადარებთ 3-თან და ვამრავლებთ 100%-ზე. გვექნება 0,2 და 20%. ესე იგი, ამ ამოცანაში 20 წერტილი წარმოადგენს ABC სამკუთხედში ჩახაზული წრეწირის ცენტრს. უნდა ვიპოვოთ AOB, AOC კუთხის ზომა არის არადიანი, ხოლო უნდა ვიპოვოთ ABC. აი ეს კუთხე უნდა ვიპოვოთ. ესე იგი, ჩახაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს ბისექტრისების გადაკვეთის წერტილში. ბისექტრისები არის ახლა ეს რაც გადავატარე, AO, AB და OB და OC. ანუ ეს კუთხეები ტოლია და მოდი ამ ყველა სამ კუთხეში, რომელიც შეიქმნა, დავუშვათ სიმაღლეები. ესეთი მართობი დავუშვათ, რადიუსი შეხების თეთრში მხებთან მართობია და ეს არის ჩვენი სიმაღლეები ამ სამ კუთხედის. ეხლა კუთხეები ვნახოთ. რადგანაც ეს არის ბისექტრისა, ეს ტოლი კუთხეებია, ეს მართია, ანუ გამოვიდა ეს კუთხე ტოლი ამ კუთხის. ეს დავიმახსოვროთ, რომ A-ს ტოლია, ეს ერთი კუთხე, აი ამ კუთხის ტოლია. იგივე აქ, ეს მეორე კუთხე, ამ მეორე კუთხის ტოლია. და სულ ეს, რადგანაც 1 და 2-ის ჯამი არადიანი იყო, ამათი ჯამი იქნება 2A. ანუ 2A. და დარჩენილი კუთხე აქეთ არის 360 გამოკლებული 2A. ეს არის 360 გამოკლებული 2A. ეხლა აი ამ ოთხკუთხედში 2 მართი კუთხე გვაქვს, ანუ ამათი ჯამი 180 უნდა იყოს. ეხლა გვექნება 180, ეს x-ი არის აქა, ჩვენი საძიება. x-ი და ამის ჯამი არის 180. დავუმატოთ x-ი არის 180, საიდანაც x-ი უდრის 200 მინუს 180 გრადუსი. ხო. ეხლა მოცემული გვაქვს ერთი პარამეტრის მქონე ყველა ინიშნა სიმბოლო უნდა ვიპოვოთ, რომელთაც სისტემას ამონახსნი არ აქვს. ესე იგი, წრფეებია ესენი, წრფეს ამონახსნი არ აქვს, როცა ისინი ორივე წრფე პარალელურია, ამონახსნი არ აქვს, ხო? ანუ საჭიროა, რომ x-ის კოეფიციენტი ტოლი იყოს. ეხლა ჩავწეროთ ეს თანატოლის სახით, y უდრის მინუს 2 მინუს a კვადრატი x დავუმატოთ 2, ხოლო აქ იქნება y უდრის x პლუს 3. ეხლა ამას 1 აქვს კოეფიციენტი, ამიტომ საჭიროა, რომ აი ეს იყოს 1-ის ტოლი. ანუ მინუს 2 მინუს a კვადრატი უდრის 1, 2 მინუს a კვადრატი უდრის მინუს 1 და a კვადრატი უდრის 3-ს. საიდანაც a უდრის პლუს მინუს ფესვი 3-ს. შემდეგი 4 ხელოსანი
გაშედგენილი ბრიგადა მთელ სამუშაოს ასრულებს 10 დღეში. სულ რამდენი დღე დასჭირდებოდა მთელი სამუშაოს შესრულებას, თუ 4 დღის მუშაობის შემდეგ ამ ბრიგადას კიდევ დაემატა 2 ხელოსანი. გულისხმობთ, რომ ყველა ხელოსანი ერთ და იგივე სიჩქარით მუშაობს. შევადგინოთ პატარა სქემით, ესე იგი ხელოსნები თავიდან 4 იყო, 4 ხელოსანი დრო 10 დღე ერთ სამუშაოს ასრულებს, სიჩქარე რა იქნება? 1/10. ისეთი 4 ხელოსანი რომ ასრულებს ამ სამუშაოს, მათ სიჩქარე 1/10-ია. ერთი ხელოსანი მაშინ იგივე ერთ სამუშაოს 40 დღეში შეასრულებს, იმიტომ რომ უკვე პროპორციულ დიდებია და სიჩქარეც მისი იქნება 1/40, ერთი ხელოსნის. ეხლა ნახოთ 4 ხელოსანმა რო იმუშავა, სამუშაოს რა ნაწილი შეასრულა. ან 4 იმუშავა 4 დღე და ის რა იქნება 4 გამრავლებული 4 ხელოსნის სიჩქარე იყო 1/10, ანუ 1/10-ზე გვექნება 2/5. ან 2/5 სამუშაო შეასრულა, დარჩა შესასრულებელი 3/5. 2/5 სამუშაო 4 დღე. დარჩა შესასრულებელი 3/5 სამუშაო, ეს კი შეასრულა უკვე 6-მა. ეხლა 6-ისთვის უნდა გავიგოთ, რამდენი იქნება 6 ადამიანი მუშაობდა, თითოეულის სიჩქარე, თითოეულის ჩვენ ნახეთ, იყო 1/40, გამრავლებული 1/40-ზე, ეს არის 3/20. ანუ სრულ სამუშაოს ეხლა გავყოფთ ჩვენ სიჩქარეზე და მივიღებთ დროს. გავყოფთ 3/20-ზე და ეს ამოტრიალდება იქნება 4. ანუ კიდევ 4 დღე, სულ 8 დღე გამოვიდა მთელი სამუშაოს შესრულება. აქ სრულიად საბაზო ამოცანა არის, აქ მოცემულია ტოლგვერდა სამკუთხედის შუაღაც 12 სტოლია, რას უდრის სამკუთხედის სიმაღლე. თუ 12 ასე იგი გვერდები 24 სტოლია ყველა გვერდი. და დავშვებული სიმაღლეს თუ დავუშვებთ, აქ იქნება 12, ეს იქნება 24, ხოლო პითაგორათი ეს არის 12 ფესვი 3-დან. სიმაღლე არის 12 ფესვი 3-დან. მოცემულ კვადრატულ სამწერის ერთ-ერთი ფესვი არის 5. ვიპოვოთ მეორე ფესვი. თუ სამივე კოეფიციენტის ჯამი 3 სტოლია. ანუ აქ კოეფიციენტი 1-ია, 1 დამატებული p დამატებული q უდრის 3-ს. ზოგადად ესე იგი, როცა x-ი 1 სტოლია, მაშინ ამ კოეფიციენტების ჯამია ფუნქციის მნიშვნელობა. საიდანაც მათი ჯამი არის 2 სტოლი. მეორე მხრივ, ფესვების ნამრავლი გვაძლევს -p-ს, ანუ 5 გამრავლებული, ეს არ ვიცით რა არის, 5 გამრავლებული ჯამი 5 დამატებული x2 არის -p, ხოლო 5 გამრავლებული x2-ზე არის q. შემდეგ, საიდანაც ამას აქ ჩავსვამთ, გვექნება p არის, ესე იგი, მინუსით იქნება -5 ეს კი გვაქვს 5x დამატებული 5x2 უდრის 2-ს. საიდანაც 4x2 7 სტოლია, ხოლო x2 მივიღეთ 7/4. ანუ მეორე ფესვი 7/4 ყოფილა. აქ თუ ამეტია b-ზე, რომელი გამონათქვამია ჭეშმარიტი. სულ ჭეშმარიტი, ესე იგი. ამეტია b-ზე, თქვათ ავიღოთ, აქ ყოველთვის უკეთესია მოვსინჯოთ რიცხვები, თქვათ a იყოს 2 და b -7. 2 მეტია -7-ზე, მაგრამ 2-ის კვადრატი მეტი არ არის 7-ის კვადრატზე, ამიტომ ეს არ არის ჭეშმარიტი. ასევე 2-ის მოდული მეტი არ არის -7-ის მოდულზე. 2-ის კვადრატი კუბი მეტია 7-ის კუბზე, გამოდგება. თუნდაც ავიღოთ ორივე დადებითი რიცხვი, ავიღოთ თქვათ 3 და 2, 3 მეტია 2-ზე, 3-ის კუბიც მეტია 2-ის კუბზე. რაც შეეხება აქ, ეხლა თქვათ ავიღოთ რიცხვები მაგალითად 3 და 2, თუ 3 მეტია 2-ზე, მაშინ 1/3 ნაკლებია 1/2-ზე, ამიტომ ესეც არასწორია. შემდეგ, აი ამ მოცემულია სამკუთხედი, სადაც აქ დაშვებულია სიმაღლე, კუთხე ACB არის 63, ამასთან აი ეს კუთხე ამაზე ორჯერ ნაკლებია. ასე როგორ დავთვალოთ, ეს არის x-ი 2x, 3x 63 იქნება, 1x 21. ანუ ეს არის 21 გრადუსი, ეს არის 42 გრადუსი. მოდი ყველა კუთხე დავითვალოთ, რომ მერე მივიღოთ ჭეშმარიტი გადაწყვეტილება სწორი. ანუ ეს თუ 21-ია,
21 ვკითხო, 21-ია, ეს არის 69 გრადუსი. ხოლო ეს იქნება 48 გრადუსი. ეხლა დავიწყოთ CD კვადრატს დამატებული DB კვადრატი. CD კვადრატს დამატებული DB კვადრატი ნაკლებია AB კვადრატზე. AB კვადრატზე. არ ვიცით ხო, ეს რაღაცა CD კვადრატს დამატებული DB კვადრატი არაფერთან კავშირში არ ერთმანეთთან. CD კვადრატს დამატებული AD კვადრატი მეტია AB კვადრატზე. ისევ ესა და ესა არაფერ შუაში. ესე იგი CD ნაკლებია DB-ზე, CD-ს პირდაპირ არის 48 გრადუსი, DB-ს პირდაპირ 42 არა პირიქით. მეტი კუთხის პირდაპირ მეტი გვერდი მდებარეობს. ახლა ნახაზი შეიძლება შეესაბამება ამას, მაგრამ AB ნაკლებია CB-ზე. AB ნაკლებია CB-ზე. AB-ს პირდაპირ არის 63, CB-ს პირდაპირ არის 69, AB ნაკლებია CB-ზე და ეს არის სწორი. ესე იგი მოვიპოვოთ ამ მოცემული ფუნქციის უდიდესი მნიშვნელობა, მაქსიმალური მნიშვნელობა. ნულები თითოეული მოდულის ვიპოვეთ 5 და 1/2 არის აქ და გამოვიდა 3 შუალედი, ესე იგი მარცხნივ, მათ შორის და 5-ის მარჯვნივ. თითოეულ შუალედში უნდა ვიპოვოთ წრფეს როგორი სახე აქვს. ამ ჩვენს ფუნქციას როგორი სახე აქვს. ეხლა ავიღებთ ნებისმიერ წეტის აი ამ შუალედში 1/2-ის მარცხნივ 0 ავიღოთ. 0-ს -5 აქ უარყოფითად იხსნება, აქ იხსნება თავისი ნიშნით. ან აქ ესე იგი მინუს წამოწყარებცი გვექნება y უდრის -x + 5, ეს თავისი ნიშნით იქნება, მინუსი მაინც აქვს წინ, -2 + 4x და მივიღეთ 3x დამატებული 3. აი ესე იგი y უდრის 3x დამატებული 3 იქნება აი ამ დამატებული 3. აი ამ შუალედში. ეხლა აქ უნდა ვიპოვოთ. აქ ავიღოთ ნებისმიერ წერტილი 2 ავიღოთ მაგალითად. აქ უარყოფითი იქნება, აქაც უარყოფითი. ესე გვექნება y უდრის -x + 5. ეხლა მინუს კიდევ უმატებთ. გვექნება 5 დამატებული 2 გამოკლებული 4x. საბოლოოდ გვექნება -5x დამატებული 7. ანუ -5x დამატებული 7 არის აი ამ შუალედში y უდრის -5x დამატებული 7. და აქ ავიღოთ ნებისმიერ რიცხვი 5-ის მარჯვნივ. აქ დადებითად გაიხსნება ჩვეულებრივად, აქ კიდევ უარყოფითი იქნება. ამიტომ გვექნება y უდრის x - 5, ესე იგი უარყოფითი ხო ვთქვით, დამატებული 2 გამოკლებული 4x არის -3x - 3. ესე იგი აქ ექნება y უდრის -3x - 3. ეს არის ზრდადი ფუნქცია, ესეც კლებადი, ესეც კლებადი. ანუ ეს მაქსიმუმს მიაღწევს აი ამ წერტილში აქ. ზევით ასე ახლა მაქსიმუმს. ეს კი, რადგან კლებადია, ამისი მაქსიმუმი აქ იქნება და ამის კლებადიც მაქსიმუმი იქნება აქ. ეს კლებადია, ეს კიდე ზრდადია. ეხლა ნახოთ 1/2-ში რა მნიშვნელობას იღებს. 3-ჯერ 1/2-ის 1/9-ია, 1/9 დამატებული 3 იქნება, აქ მიიღებს ეს 4/5 მნიშვნელობას. ეს აქ ესე იგი 1/2-ზე -2/9 და 7 არის 4/5, ესე იგი -2/9 დამატებული 7, ეს არის 4/9. ანუ 4/9 არის აქაც მაქსიმუმი. ხოლო მას 5 წერტილში ექნება -18. ანუ ფუნქციის მაქსიმალური მნიშვნელობა არის 4/5. ამოზნექილ მრავალწახნაგას სულ აქვს 12 წვერი. და მრავალწახნაგას წახნაგების რაოდენობა თუ უცნობია, რომ თითოეული წვერიდან 5 წიბო გამოდის. ახლა წიბოების რაოდენობა რომ დავითვალოთ, ესე იგი წვერო 12 გვაქვს, მაგრამ წვერო თითოეულ წიბოს 2 წვერო აქვს თავშდებულოში, ხო? ამიტომ 12-ს ვამრავლებთ 5-ზე და ვყოფთ შუაზე. ეს იქნება 30. 30 აქვს წიბო. ეხლა ვისვაგებთ ეილერის ფორმულით და წვეროს დამატებული წახნაგი გამოკლებული წიბო 2 სტოლია. ეს არის 2 სტოლი. ანუ წვერო გვქონია 30, 20-ს დავუმატოთ ჩვენი საპოვნი წახნაგი x-ი, გამოვაკლოთ წიბო 30 არის 2 სტოლი, საიდანაც ეს წვერო 12 იყო, მოდით შევიშალოთ.
წეროს უმატებთ უცნად წახნაგს, ვაკლებთ წიბოებს და ვღებულობთ 2-ს. საიდანაც x-ი უდრის 20-ს. 20 გამია მას წახნაგი, 20 წახნაგი, კი ბატონო. შემდეგი მოცემული გვაქვს პარალელური გადატანით. იგი ეს ფუნქცია გადავიდა რაღაც y ფუნქციაში, ვიპოვოთ ეს ფუნქცია. ანუ გადატანის დროს, ესე იგი 3, 4 თუ გადადის, y-ს ვაკლებთ 3-ს, ეს უდრის, y-ს ვაკლებთ 4-ს, y-ია, x ვაკლებთ 3-ს კვადრატში, ისე 4, x ვაკლებთ 3-ს, აქ ჩავსვამთ x-3 და აქ y-4 და უმატებთ 5-ს. შემდეგ y-ი უდრის 4-ით გადავიტანოთ, გავხსნათ ჩხილები x კვადრატს მინუს 6x პლუს 9 მინუს 4x პლუს 12 გვაქვს აქ ხომ? აქ 4 იყო და 9. სადაც y-ი უდრის x კვადრატს მინუს 10x 18 და 12 დამატებული 30. ესეთი პასუხი აგერ გვაქვს და ეს ყოფილა ეს გრაფი. ურნაში 10 ბურთულა დევს, მათგან 4 შავი, დანარჩენი თეთრი 6. ურნას შემთხვევით ვირჩევთ 10-ვე ბურთულას, ყოველ მიღებთ ნენელა. ვიპოვოთ ალბათობა იმისა, რომ 4-ვე შავი ბურთულა ერთმანეთის მიყოლებით ამოვა. ანუ ან 4 აქ ამოვა, ან შემდეგ მეორეში, ან მესამეში. სულ რამდენი ვარიანტია, რომ ეს 4 ერთად ამოვიდეს? ერთი ვარიანტი, აქ რომ ამოვიდეს 2 ვარიანტი, 3, 4, 5, 6, 7. 7 ვარიანტია იმისა, რომ ერთად ამოვიდეს ეს შავი ბურთულა. ანუ ჩვენი ხელშემწყობ შემთხვევათა რაოდენობა არის 7. ეხლა ყველა რაოდენობა არის 10-დან 4-ის არჩევანი, ანუ c 10-დან 4-ისა. ეს იქნება 7 შეფარდებული 10-ის ფაქტორიალი და ესე ვიდავწიროთ გამრავლებული 6-ის ფაქტორიალზე, გამრავლებული 4-ის ფაქტორიალზე. ეს უდრის. შევკეცოთ 6-ის და 10-ის ფაქტორიალი, იქნება 7-ჯერ 8-ჯერ 9-ჯერ 10, 7 და 7 შეიკვეცება, 4-ის ფაქტორიალი არის 1-ჯერ 2-ჯერ 3-ჯერ 4, გადმოვიტანოთ 8-ჯერ 9-ჯერ 10, 2-ჯერ 4 8 და შევიკვეცოთ 3 და 9 აქ დაგვრჩება 3, 3-ჯერ 10 30, ან 1 30-ია ალბათობა იმისა, რომ ესეთი თანმიმდევრობით ამოვა 4 ერთად. შემდეგ მოცემული ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე და ვიპოვოთ. ეხლა ეს ჩვენ შევაფასოთ ლოგარითმული ფუნქცია კვადრატშია, მის უარყოფით მნიშვნელობას არ მიიღებს, ანუ მის მნიშვნელობა 0-დან დაიწყება. როცა 0-ის ტოლია ეს ყველაფერი, გვექნება 3 მეერთედი. ანუ 3 მეერთედი იქნება პირველი შემთხვევა, ანუ იგივე 3. როცა ეს 1-ის ტოლია, გვექნება 3 მეორედი. 3 მეორედი. როცა 2-ის ტოლია 1 გვაქვს, ანუ იკლებს. როცა 3-ის ტოლია იქნება 3 მეოთხედი, როცა 4-ის ტოლია 3 მეხუთედი და ასე შემდეგ იკლებს, მაგრამ ესე იგი არ გახდება ის არასოდეს 0, იმიტომ რომ ეს უარყოფითი არ იქნება და 0-მდე მივა. ანუ მაქსიმალური მნიშვნელობა 3 იქნება, მინიმალური 0-დან 0 ღია შუალედი და 3-მდე. 3 ყველაზე მაქსიმალური მნიშვნელობაა მისი. შემდეგ მოცემული არითმეტიკული პროგრესის A-7 და A-8 წევრების საშუალო არითმეტიკული უდრის ამ პროგრესიის ყველა წევრების რაოდენობის ყველა წევრის საშუალო არითმეტიკულს და უნდა იპოვოთ რაოდენობა ამ წევრებისა. სხვაობა პროგრესის 0-ს არ უდრის. ანუ ეს ყველა ჯამის საშუალო არითმეტიკული, ეს იქნება ესენი გავყოთ მათ რაოდენობაზე. ეხლა A7 ჩავწეროთ როგორც A1-ს დამატებული 6D, R არის A1-ს დამატებული 7D შეფარდებული 2-თან. ეს კი ჩავწეროთ A1-ს დამატებული AN შეფარდებული 2-თან გამრავლებული N-ზე, ფორმული SN-ის შეფარდებული N-თან. N და N შეიკვეცება, 2 და 2 ორივე მხარეს და რა დაგვრჩა? 2A1 დამატებული 13D უდრის A1-ს დამატებული AN, საიდანაც AN უდრის A1-ს დამატებული 13D. ეს კიდე მას შეხდება, როცა N 14-ის ტოლია, ანუ A-14-ესი, ანუ გამოვიდა, რომ N არის 14-ის ტოლი.
უნდა იპოვოთ ამ მოცემული ფუნქციის განსაზღვრის არენა. ანუ სად არის განსაზღვრული, რა შეზღუდები გვაქვს? შეზღუდები გვაქვს ერთადერთი ნიშნულში გვაქვს გამოსახულება, რომელიც არ უნდა იყოს 0-ის ტოლი. ამიტომ ჩავწერთ, რომ კოსინუს სინუს x არ უდრის 0-ს. სად არ უდრის კოსინუსი 0-ს? კოსინუსი 0-ს არ უდრის π-ნახევარზე და ყოველ i-ში დამატებული. π-ნახევარს დამატებული π-კა. ანუ სინუს x არ უდრის π-ნახევარს დამატებული π-კა. სადაც k მთელი რიცხვია. ეხლა შევაფასოთ. π-ნახევარი არის 3.14-ის ნახევარი. დაახლოებით 1.51 თუ რაღაც დაახლოებით. თვითონ ეს უკვე 1-ზე მეტია. სინუსი არის სინუს x არის -1-დან 1-მდე. კარგი, თუ k 0-ის ტოლია, დარჩება ესა, თუ 1-ის ტოლია და 2, 3-ის შემდეგ ემატება ამას პირიქით, ეხლა k უარყოფითი მთელი რიცხვი ავიღოთ. -1 ავიღოთ. მაშინ π-ნახევარს მინუს π-ნახევარი, ანუ -1.11, ანუ მაინც ამ საზღვრებს გარეთ არის და ამ ყველა მნიშვნელობაზე არგუმენტზე ამ ფუნქციას განსაზღვრის არი აქვს r ნამდვილი იწვთა სიმრავლე, ანუ მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე არის. ABCD პარალელოგრამის BC გვერდზე, BC გაგრძელებაზე k წერტილი ისია, რომ აღნიშნოთ CK უდრის 1/4 BC-ს, ანუ ამას თუ ავუშვათ x-ით, ეს იქნება 1/4 x-ი, ხოლო AK მონაკვეთი CD მონაკვეთს კვეთს M წერტილში. ABCD ოთხკუთხედის ფართობი არის 30-ის ტოლი მთლიანად, უნდა იპოვოთ აი ამ დასჭრიხული ოთხკუთხედის ფართობი, ABCM-ის ფართობი უნდა იპოვოთ. ეხლა ჩვენ მსგავსი სამკუთხედები უნდა აღმოვაჩინოთ და კუთხეები, ერთნაირი კუთხეები, ერთნაირი ხაზებით აღვნიშნოთ. აი ეს კუთხე, ვერტიკალური კუთხეები, ეს კუთხე M-ის ტოლია. ეს კუთხე ორი ხაზით აღვნიშნოთ, აი ამ კუთხის ტოლია. ხოლო ეს კუთხე სამი ხაზიანი, აი ამ სამხაზიანის ტოლია. ასევე პარალელოგრამში ეს კუთხე მოპირდაპირე კუთხეები ტოლია. ანუ აი გვაქვს სამკუთხედი 1, 2 და 3 ხაზიანი კუთხეები, დაგაც 1, 2 და 3 ხაზიანი და ასევე ABK სამკუთხედშიც გვაქვს 2, 2, 3 და ესეც გამოვიდა 1. ესე იგი 1, 2 და 3 ხაზიანი კუთხეები გვაქვს. ეხლა ABK სამკუთხედი და AMD სამკუთხედი შევადაროთ. მათი ესე იგი კოეფიციენტი მსგავსების რა იქნება? AD გავყოთ BK-ზე. ანუ K კოეფიციენტი მსგავსების იქნება AD შეფარდებული BK-სთან. დავწეროთ ესე იგი სამკუთხედი ABK მსგავსია სამკუთხედი MCK-სი და მსგავსია სამკუთხედი ADM-ის. AD x-ია, ხოლო BK არის x დამატებული 1/4 x-ი, ანუ ეს არის 5/4 x-ი. და საბოლოოდ იქნება 4/5. K 4/5-ის ტოლია. თუ ABK სამკუთხედის სიმაღლეს A-შით აღვნიშნავთ, ეს სიმაღლე კი ემთხვევა პარალელოგრამის სიმაღლეს, მაშინ აი ამ სამკუთხედის სიმაღლე იქნება 4/5 A-ში. და დავწეროთ ახლა აი ამ ფიგურის ფართობი, რაც ვთვლის S ABCM-ის. ეს არის პარალელოგრამის ფართობს გამოკლებული აი სამკუთხედის ფართობი. ანუ SABCD-ს გამოვაკლოთ SAMD-ს. ABCD-ს ფართობი 30-ის ტოლი იყო. 30-ის ტოლია. 30-ს გამოვაკლოთ. არა, ჯობია შევწეროთ. ეს არის ასე იგი AD გამრავლებული H-ზე. ამას გამოვაკლოთ. 1/2 AD გამრავლებული, როგორც ვთქვით, 4/5 H-ზე. გავიტანოთ AD და H-ში ფრჩხილებს გარეთ, გვექნება AD გამრავლებული H-ზე. აქ დაგვრჩება 1, აქ დაგვრჩება, შეიკვეცება 2, 2/5. 1-ს გამოკლებული 2/5. ანუ AD გამრავლებული H-ზე ეს არის ამის ფართობი 30 გამრავლებული 3/5-ზე.
რაც არის 18 სტოლი. ესე იგი, ორი ვექტორის ნამრავლი a და b-ი 4 სტოლია. a ვექტორის ნამრავლი 3a - 2b-ზე 6 სტოლია, რაც უდრის a ვექტორის სიგრძე. აი ეს გავხსნათ, გავშალოთ, გვექნება 3a ვექტორი კვადრატს გამოვაკლოთ 2a ვექტორი b ვექტორი უდრის 6. a ვექტორი კვადრატში დავტოვოთ ჯერ 3a კვადრატში. a-ს ნამრავლი 4 იყო, გამოკლებული 8 უდრის 6, საიდანაც 3a ვექტორი კვადრატი უდრის 14-ს, a ვექტორის კვადრატი უდრის 14 მესამედს და სიგრძე a ვექტორისა იქნება კვადრატული ფესვი 14 მესამედი. დადებითი უნდა იყოს, იმიტომ რომ სიგრძეა. შემდეგ მოცემულია კომპლექსური რიცხვი, რომელიც აკმაყოფილებს აი ამ განტოლებას, რას უდრის ამ კომპლექსური რიცხვის სიგრძე. კომპლექსური რიცხვი ჩაიწერება, ზოგადი სახე ესეთი არის a + b-i, b-i, როგორც კიდეც. ესე იგი, a და b არის ნამდვილი რიცხვები და ეს კიდე წარმოსახვითი ერთეულია. ეხლა მოდი ეს გავხსნათ და ესეთი სახე მივაღებინოთ როგორმე. ესე იგი, 2z დამატებული 3iz უდრის iz დამატებული i, ან i, როგორც კიდეც. ესე იგი, ახლა აქეთ გადმოვიტანოთ ჩვენ ესაც და იქნება 2 და გავიტანოთ z. z გვინდა, z გავიტანოთ 2 დამატებული 2i უდრის აი ის. საიდანაც z გამოვსახავთ, ეს უდრის შეფარდებული 2 + 2 ისთან. ზოგადად ამის სიგრძე გამოითვლება შემდეგნაირად. ეს არის ნამდვილი რიცხვებიდან კვადრატი, ესე a კვადრატს + b კვადრატი. ესე. როცა ესეთი მივიღეთ, აქ ეს ნიშნავს, რომ ეს 0 გვაქვს და ეს 1 გვაქვს. ანუ ეს იქნება კვადრატული ფესვი 1-ის კვადრატს დამატებული 0-ის კვადრატი შეფარდებული 2-ის კვადრატს დამატებული 2-ის კვადრატი ფესქვეშ. ანუ 1 შეფარდებული ფესვი 8-დან. ანუ იგივე 2 ფესვი 2-დან. კონუსის ხერხული კვეთის ფართობია a სტოლია, ფუძის ფართობი b სტოლია, რას უდრის კონუსის გვერდით ზედაპირის ფართობი რისი სტოლია. ესე იგი, აქ რაც გვაქვს ჩაწერილი, გამოვთვალოთ, მაგრამ ფუძის ფართობი არის πr კვადრატი უდრის b-ს. სადაც r გამოვსახოთ, r უდრის კვადრატული ფესვი b შეფარდებული b-სთან. ღერძული კვეთა სამკუთხედია, რომლის ფუძე არის 2r და სიმაღლე a-ში. ამიტომ 1/2 გამრავლებული 2r-ზე იქნება უბრალოდ r და ფუძის ფართობი იქნება r გამრავლებული a-ზე, რომელიც თორე ყოფილა 100. r-ის ადგილას ახლა ჩავსვათ ეს რაც არის, გვექნება ფესვი b შეფარდებული p-სთან გამრავლებული a-ში. აქედან a-ში გამოვსახოთ და იქნება a გამრავლებული ფესვი p შეფარდებული b-სთან. ეხლა რას უდრის გვერდით ზედაპირის ფართობი? s გვერდითი უდრის p-r-l-ს. ამის გამოყვანა შეიძლება, ესე იგი, ორგვარი ფორმულით ერთმანეთს გავუტოვოთ, რომ α მოვაგდოთ ისა სექტორის ფართობიდან, α რა მოვაგდოთ და მივიღებთ აი ამ ფორმულას, მაგრამ ეს თითქმის ყველამ იცის ეს ფორმულა, p-r-l-ის ტოლია. p-r l არ ვიცით. l არის კვადრატული ფესვი a-ში კვადრატს დამატებული r კვადრატი. ეხლა შევიყვანოთ p-r მივიღეთ ჩვენ ფესვი b შეფარდებული p-სთან. l არის კვადრატული ფესვი a-შის კვადრატს, ანში ეს არის, ანუ a კვადრატი გამრავლებული p შეფარდებული b-ს დამატებული r მივიღეთ ჩვენ კვადრატში უნდა ვიყვანოთ b შეფარდებული p-სთან. ეს p შევიტანოთ, შიგ კვადრატი თავშევა და შეგვეცება დარჩება კვადრატული ფესვი b p გამრავლებული. საერთო მნიშვნელი იქნება b-p ამ ფესვში b p აქ იქნება a კვადრატი p კვადრატი a კვადრატი p კვადრატი დამატებული b კვადრატი. ფესვია ორივე b-პი შეგვიძლია შევკვეცოთ,
და დაგვრჩება კვადრატული ფესვი a კვადრატი ის დამატებული b კვადრატი. რაც შეეხება ამ ფორმულის გამოყვანას, აი დავწერე, ესე იგი, აი ამის სიგრძე ჩავწერე ორმაერად, ამის სიგრძე არის ამ ფუძის სიგრძე, ეს რკალი არის ფუძის სიგრძე ორი პირი და სხვა მხრივ კიდე სექტორის სიგრძე ჩავწერე ასე. გამოვიყვან აქედან ალფა გამოსახე, შემდეგ სექტორის ფართობში ალფა შევცვალია იმ გამოსახვით და მივიღებ PRL-ის ტოლია ფართობი. A, B, C, D, E მონაცემების სიძველე მონაცემების სტანდარტული გადახრა 5-ის ტოლია. ვიპოვოთ A-3, B-3, C-3, D-3, E-3 მონაცემების სტანდარტული გადახრა. ესე იგი, ვიპოვოთ საშუალოს, თქვათ M-ის ტოლია და სტანდარტული გადახრა არის საშუალოს გამოკლებული ყოველი წევრი აყვანილი კვადრატში და გაყოფილი მათ რაოდენობაზე. ამოვიყვანთ ფესვს და ეს არის სტანდარტული გადახრა. ეხლა ჩვენ თუ შევცვლით ამ მონაცემებს A-3-ით, გვექნება აქ დავუმატებთ A-3-ს ყველგან -3 იქნება -15 და გვექნება საბოლოოდ, ესე იგი A + B + C + D + E შეფარდებული 5-თან, ამას დამატებული, გამოკლებული 15 მე-5, ანუ 3. და ეს უდრის M-ს დამატებული 3. ანუ ამ საშუალოს 3 მეტი იქნება. ეხლა ისა ამათთვის. მაშინ სტანდარტული გადახრა ჩაიწერებოდა ასე. ესე იგი, M-ს -3-ს გამოვაკლოთ A-3, ანუ M-ს -3-ს გამოვაკლოთ A-3, ანუ -100 -+3 ესე იქნებოდა. ეს კვადრატში. ესენი შეიკვეცებოდა M-3 ადარჩა M-A. ისევე როგორც M-B, M-C, ანუ არაფერი არ შეიცვლება და აქაც იქნება სტანდარტული გადახრა 5-ის ტოლი. ვთქვათ, დადებითი რიცხვია, რომ ინტეგრალი -a-დან b-მდე cos 6dx-ისა 1/4-ის ტოლია. რამში რას უდრის იგივე ინტეგრალი -a-დან 0-მდე. cos 6 მიიღება სინუსის გაწარმოებისაგან. ანუ გვექნება სინუს x -a-დან b-მდე. ეს არის სინუს p-ს გამოვაკლოთ სინუს -a. ანუ ეს არის სინუსი p-ზე 0-ის ტოლია, სინუს -a იგივე მინუს სინუსას ტოლია, აქაც კიდევ მინუსია, პლუს სინუს a და ეს უდრის 1/4-ს. ანუ სინუს a 1/4-ის ტოლია. ეხლა ნახოთ -a-დან 0-მდე. ესე იგი, ეს ისევ არის სინუსი x, სინუს არატო მიწერია სინუს x, ა იყო ჩვენ აჩავსვით. კი ბატონო. სინუს x მინდა -a-დან 0-მდე. ეს არის სინუსი 0-ს გამოვაკლოთ სინუსი -a. 0-ზე სინუსი მაინც 0-ია, მინუს კიდევ მინუსი, სინუს მინუს იქნება, მინუსი კიდევ დახვდა და იქნება ეს იქნება უკვე სინუს a, სინუსი a კი მივიღეთ წეღან 1/4-ის ტოლი. თქვათ არის n ელემენტიანი სიმრავლე, სადაც n მეტი ან ტოლი 6, ანუ სიმრავლის ელემენტების რაოდენობა 6 ან 6-ზე მეტი უნდა იყოს. ცნობილია, რომ a სიმრავლის ყველა შესაძლო 6 ელემენტიანი ქვესიმრავლეების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე ამ სიმრავლის ყველა შესაძლო 4 ელემენტიანი სიმრავლეების რაოდენობაზე, ქვესიმრავლეების რაოდენობაზე. სულ რამდენი ასე ნატურალური n რიცხვი არსებობს. ესე იგი, აქედან თუ ავიღებთ n-დან 6-იან ქვესიმრავლეებს, ის მეტია 4-იანებზე. ანუ ჯობდება n-დან 6, ნაკლებია პირიქით, ნაკლებია ჯობდება n-დან 4-ზე. ესე იგი, n-ის ფაქტორიალი შეფარდებული 6-ის ფაქტორიალი გამრავლებული n-6-ის ფაქტორიალზე ნაკლებია n-ის ფაქტორიალი შეფარდებული 4-ის ფაქტორიალზე n-4-ის ფაქტორიალი. ეხლა ორივე მხარეს, რადგან დადებითი რიცხვია n, შეგვიძლია ასე შევკვეცოთ. ასევე 6 და 4-ის ფაქტორიალები, აქ დაგვრჩება 5 × 6, ანუ 30 დაგვრჩება. n-6 ნაკლებია n-4-ზე, ამიტომ შეგვიძლია შევკვეცოთ და აქ დაგვრჩება n-4 და n-5 დაგვრჩება აქ.
ანუ ესე იგი მივიღეთ 1 შეფარდებული 30-თან ნაკლებია 1 შეფარდებული n-4 n-5-ზე. 1 შეფარდებული 2 მხარეს და თუ ეს ნაკლებია, მაშინ გამოვაწეროთ მეტი იქნება, ანუ 30 მეტია, მაგრამ ესთან გავხსნათ n კვადრატს -4 და -9n პლუს n კვადრატი. და ამოვხსნათ კვადრატული განტოლება n კვადრატს -9 აქ დაგვრჩებოდა 4n -4n -n კვადრატი და პლუს 20. ან n კვადრატს -9n -10. ეს ყველაფერი ნაკლებია 0-ზე. საიდანაც n1 იქნება -1 და n2 არის 10. -1 და 10. ანუ ხელგანაც ნაკლებია n ეკუთვნის შუალედს მათ შორის, ესე იგი ფესვებს შორის -1-დან 10-მდე. ეხლა ვითვალისწინებთ იმას, რომ n 6 ტოლიან მეტია, აქედან შეიძლება გამოგვადგეს 6, 7, 8, 9, 10 აღარ, იმიტომ რომ 10 უკვე ღია შუალედია. აი n შეიძლება იყოს ესეთი და 4 არის n-ის რაოდენობა არის 4. ანუ კითხვაში იყო რამდენი ნატურალური n არსებობს და ეს არსებობს 4 ნატურალური n. ახლა ორივე სიტყვით არქ ფუნქციაზე, ანუ შექცეულ ტრიგონომეტრიულ ფუნქციაზე, კერძოდ არქ სინუსზე ვისაუბროთ. თქვათ სინუს x არის 1/2-ის ტოლი. და მეორე სინუს x არის 1/3-ის ტოლი. აქ ისე არის, როგორც ფესვიდან ამოდის და არ ამოდის, ამის ცხრილობის მნიშვნელობა ვიცით, თქვათ x უდრის π/6-ს, ანუ 30 გრადუსია. აი აქ რომ არ ვიცით ცხრილური, ამიტომ გვაქვს x უდრის არკ სინუს 1/3-ს. არკ სინუს, ანუ 1/3 არის ის მნიშვნელობა, სადაც სინუსი იღებს, ის კუთხე, სადაც სინუსი იღებს აი ამ მნიშვნელობას. აქ π/6-ი აქ იქნებოდა არკ სინუს 1/2-ზე, პის π/6-ზე იღებს ამ მნიშვნელობას. ეხლა ნახოთ რას უდრის სინუს არკ სინუს 1/2-ისა. 1/2 იყო π/6-ზე, სინუსი π/6-ზე არის ისევ 1/2. ანუ სინუს არკ სინუს x-ისა ისევ x-ის ტოლია. ეხლა ნახოთ რა არის სინუს არკ კოსინუს 1/2-ის. კოსინუსი 1/2-ზე არის π/3 პირიქით. სინუსი π/3-ზე არის ფესვის 3 შეფარდებული 2-თან. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვისაგებთ ესე იგი ტრიგონომეტრიული გივეები და ეს არის კვადრატული ფესვი 1 გამოკლებული 1/2 კვადრატში 1/4. ანუ ეს არის ფესვის 3 2-თან. ანუ რა მივიღეთ? ამას თუ ჩვენ ჩავთვლით როგორც x-ი, გვექნება 1 - x კვადრატში არკ კოსინუსზე. სინუსი, ანუ ეს ფორმულას ჩავწეროთ, სინუსი არკ კოსინუს x-ისა არის 1 - x კვადრატში, ოღონდაც ესე ფესქვეში. გარდა ამისა, ისე იგი 1/2-ზე სინუსი არკ სინუს 1/2-ს დამატებული არკ კოსინუს 1/2, ეს არის სინუსი 1/2-ზე იყო π/6, კოსინუსი არის π/3 და ჯამში გვაქვს π/9. ანუ სინუს არკ სინუს x არკ სინუს x დამატებული არკ კოსინუს x-ი, ეს არის π/9-ის ტოლი. ახლა ამოვხსნათ ჩვენი განტოლება. აი ამ ფორმულების გათვალისწინებით. π/9 არის არკ სინუსისა და არკ სინუს 2x-ის ჯამი, არკ სინუს x და არკ სინუს 2x. მაგრამ არკ სინუს x და არკ კოსინუს x იყო π/9. ანუ ეს არკ კოსინუს x-ის ტოლი ყოფილა და გავუტოლოთ. არკ სინუს 2x უდრის
arc cosinus x. arc sinus 2x უდრის arc cosinus x. შეგვიძლია ახლა ეს როგორც ფესვი ორივე მხარეს ჩავსვამთ, შეგვიძლია სინუსი წინ დავწეროთ სინუსი გვექნება სინუს ფუნქციით განვიხილოთ სინუს arc sinus 2x უდრის sinus arc cosinus x. სინუსი arc sinus რაღაცა ფუნქცია, იგივე ის არის ორი ტოლია, 2x-ის ტოლია იქნება, x-ი მოყოფილიყო x იქნებოდა. Sinus arc cosinus x არის 1 minus x კვადრატში. ფესვი 1 minus x კვადრატში. ეხლა ფესვი უდრის რაღაცა რიცხვს x-ი დადებითია, x-ი მეტია 0-ზე, მეტია ამ ტოლი 0-ზე. გარდა მაგისა, არგუმენტი როცა გვაქვს სინუსის, აი x-ის, ეს უნდა იყოს მოთავსებული -1-დან 1-მდე, ხო? მეც ხო მნიშვნელობა არის სინუსის. მაგრამ აქ 2x გვაქვს, ამიტომ 2-ზე გაიყოფა და x-ი ეკუთვნის -1/2-დან 1/2-მდე შუალედს. მაგრამ რადგანაც ახლა 0-ზე მეტი ტოლი უნდა იყოს, ამიტომ დადებითი უნდა იყოს და 0-დან 1/2-მდე შუალედ უნდა განვიხილოთ. და ავიყვანოთ ორივე მხარე კვადრატში. გვექნება 4x კვადრატში უდრის 1 minus x კვადრატში. გადმოვა იქნება 5x კვადრატი 1-ის ტოლია, x უდრის 1 შეფარდებული ფესვი 5-თან და x უდრის -1 შეფარდებული ფესვი 5-თან. რადგანაც უარყოფითი არ გვინდა, ამიტომ ეს არ გვინდა და დაგრჩება პასუხად x უდრის 1 შეფარდებული ფესვი 5-თან. აქ გამოსახულია წრიული სექტორის OAB წრიული სექტორის AB მონაკვეთის სიგრძე აქ არის 3, CD მონაკვეთი, რომელიც ეხება გარედან ამას გაგრძელებაზეა ამის იგი OA-ს გაგრძელებაზე C, OA-ს გაგრძელებაზე D, CD ეხება ამ წრეწირს, CD სიგრძე უდრის 6, CD პარალელურია AB-ს და უნდა იპოვოთ აი ამ რკალის სიგრძე. აქ ახლა ჩვენ ნახოთ, რომ OE, OB და OA ერთმანეთის ტოლია და ისინი არის რადიუსი. მოდი x-ით აღვნიშნოთ ესენი. ანუ რადიუსი დავაწეროთ, R დავაწეროთ, R. და რადგანაც ეს 3-ია და ეს 6-ია, ეს გამოდის DOC სამკუთხედის შუახაზი. ამიტომ შუახაზი ყოფს ამ მონაკვეთებს შუაზე. ამიტომ ეს თუ R-ია, აქ იქნება R-ნახევარი და R-ნახევარი. და ჩვენ გვაქვს კარგი სამკუთხედი, ჰიპოტენუზა R-ია, კათედი R-ნახევარი, მის პირდაპირ მკუთხე 30 გრადუსია. 30 გრადუსია. ეს კი 60 გრადუსია. მაშინ ეს თუ R და R-ნახევარი, ეს იქნება R ფესვის 3-დან შეფარდებული 2-თან, დიახ. ეს მონაკვეთი იქნება, ან R ფესვის 3-დან შეფარდებული 2-თან არის AB-ს ნახევარი, ანუ ეს არის 1/5. საიდანაც R უდრის 3 შეფარდებული ფესვი 3-თან. ან იგივე ფესვის 3 არის R. ეს R არის ფესვის 3. ეხლა ჩვენ გამოვითვალოთ რკალის სიგრძე. როგორ გამოიცვლება რკალის სიგრძე? AB რკალის სიგრძე არის, ზოგადად ესე გამოვყავს ხოლმე, მთელი წრის სიგრძე 2πr შეფარდებული 360-თან გამრავლებული ალფაზე. ეხლა ყველაფერი ჩავთვალოთ, რაც ვიცით. ჯერ შევკუთოთ ესენი, გვექნება 180, π გამრავლებული r ჩვენ მივიღეთ ფესვის 3. შეფარდებული 180-თან. გამრავლებული ალფა თუ ეს 60-ია, იქნება 120 გრადუსი. 120. შევკუთოთ 60-ზე, გვექნება 3 და 2. ანუ მივიღებთ 2 ფესვი 3-დან π შეფარდებული 3-თან. შეგვიძლია შევკუთოთ ფესვი 3-ზე და დავტოვოთ 100. ან ასე იყოს, ან 2π შეფარდებული ფესვი 3-თან. იგივეა. და ბოლოს ამოხსნათ ბოლო მაგალითი ლოგარითმული. აქ გვაქვს შეზღუდვა, იმიტომ რომ ფესვქვეშა გამოსახულება
არის და ის უნდა იყოს მეტი ან ტოლი 0-ზე, საიდანაც x-1 მეტი ან ტოლი 2 0 ხარისხზე 1-ზე, x-ი მეტი ან ტოლი 2-ზე. შეზღუდვა მეორეც იქნებოდა x-1-თან დაკავშირებით, ეს მეტი უნდა იყოს 0-ზე. გაცრად, თუ x-ი 2-ზე მეტია, მაშინ ეს მეტია 0-ზე. უარყოფითი არ არის. ეხლა ეს 5 შეგვიძლია გადმოვიტანოთ წინ, 2 მრავლდება 5-ზე გვექნება 10. პირველ რიგში ეს გავაკეთოთ, შემდეგ გავაკეთოთ აღნიშვნა, ანუ ლოგარითმი 2-ის ფუძით x-ი მინუს 1-ისა ფესქვეშა გამოსახულება t-ს ტოლი იყოს. მაშინ ეს კვადრატში იქნება და ჯერ ეს დავწეროთ 10t კვადრატს. t კვადრატს დავუმატოთ 3t, გამოვაკლოთ 7 ნაკლები ან ტოლი 0-ზე. დისკრიმინანტით ვიპოვოთ 9-ს, დავუმატოთ 4-7 280 იქნება 10-თან გამოლებრით 299. ანუ ეს არის 17-ის კვადრატი, საიდანაც t1 არის -3-ს -17 10-ისა 20-თან, ეს არის -1 და t2 არის -3-ს + 17 20-თან 14 მეოცედი, ანუ იგივე 7/100. 7/100. t, რადგანაც ლოგარითმია ფესქვეშ, უარყოფითი არ გამოგვადგება, მარტო ეს t გვაქვს. ესე იგი, ყველაზე მცირე t შეიძლება იყოს 0. 0-დან, აი ამ მეორე t-მდე არის. ხომ? ესე იგი, ამონახსნები იქნება 0-დან t მეორედამდე. ანუ 7/100-მდე. 7/100-მდე, იმიტომ რომ ნაკლები ან ტოლი ფესვებს შორის აქვთ. ანუ ეს არის ჩაკეტილი. ეხლა ვნახოთ 0-ზე რას უდრის, დავუბრუნოთ აღნიშვნას. ლოგარითმი 2-ის ფუძით x-ი მინუს 1 ფესვი თუ უდრის 0-ს, მაშინ ფესვის გარეშეც 0-ის ტოლი იქნება და x-ი მინუს 1 უდრის 2 0 ხარისხში უდრის 1 და x-ი არის 2-ის ტოლი. მეორე შემთხვევაში ლოგარითმი 2-ის ფუძით x-ი მინუს 1 თუ უდრის 7/100-ს, თუ ავიყვანთ კვადრატში ორივე მხარეს გვექნება მაშინ 59/100-ს უდრის 59/100-ს და x-ი მინუს 1 უდრის 2 ხარისხად 59/100-ს. ეს ჩავწეროთ როგორც 0.59. x უდრის 2 ხარისხად 0.59, ხოლო x-ი არის 2 ხარისხად 0.59-ს დავუმატოთ 1 და გვექნება საბოლოოდ შუალედი. 2 ხარისხად 0.59-ს დამატებული 1 ორივე მხრიდან ჩაკეტილი შუალედი. ამათ შორის t.